რადიო თავისუფლება FM 107.4. მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ გოგი გვახარია, ეთერშია რადიო თავისუფლების ყოველდღიური გადაცემა თავისუფლების 1 საათი, რომელიც 17 საათზე იწყება. 18 საათამდე ვიქნებით ჩვენ ეთერში, ეს გადაცემა ყოველ სამუშაო დღეს გადის ეთერში, ლევან გვარამაძე იქნება ხმის ოპერატორი. ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარია ბატონი იაგო კაჭკაჭიშვილი, სოციოლოგი და მიხვდით ალბათ, რომ ჩვენ ვისაუბრებთ ადგილობრივ არჩევნებზე, ადგილობრივი არჩევნების შედეგებზე, ეს შედეგები პრინციპში უკვე ცნობილია და ალბათ აღარაფერს აღარ უნდა დაველოდოთ და ყოველ შემთხვევაში დასკვნის გაკეთების საშუალება გვაქვს. Რა თქმა უნდა, იაგოს პირველ რიგში ვკითხავ იმას, რასაც ყველა ეკითხება ალბათ, მართველი პარტია ამბობს, რომ უნდა იზეიმოს გამარჯვება და დროზე ადრე იზეიმეს კიდეც გამარჯვება, შეიძლება ასე ითქვას, ანუ კვირას საღამოს 20 საათზე ფაქტობრივად უკვე ზეიმი გაიმართა. ოპოზიციური პარტიებიც, ყველაზე არ ვამბობ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობაზე ვამბობ, თვლიან, რომ წარმატებით ჩატარდა ეს არჩევნები და არა მარტო ნაციონალური მოძრაობა, მაგალითად პატრიოტთა ლიგა, ქალბატონი ირმა ინაშვილიც ალბათ კმაყოფილი უნდა იყოს, რადგანაც სრულად უცნობმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, უცნობმა იმ თვალსაზრისით, რომ ფაქტობრივად პირველად ესე აქტიურად მონაწილეობდა არჩევნებში, გადალახა 5%-იანი ბარიერი და ჩემი აზრით ეს ამ არჩევნების ერთ-ერთი მთავარი სიურპრიზია. ტექსტები იქნებ გამისწორო. არა. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. გეთანხმებით, მოკლედ არჩევნების შედეგებს თუ შევაფასებ, ზოგადად თუ შევხედავ და შევაფასებ, მართლაც ცოტა პარადოქსულ ვითარებასთან გვაქვს საქმე, რომ კონკურენტული პოლიტიკური ძალები, ძირითადი პოლიტიკური ძალები, კონკურენტული პოლიტიკური ძალები ყველა კმაყოფილია. შესაძლოა ხელისუფლებას მართლაც ცოტა ადრე მოუვიდა, თქვათ, ზეიმი, ანუ ყოველ შემთხვევაში შედეგი, რომელიც მიიღეს მათ მოლოდინს შესაძლოა ცოტა ჩამორჩებოდა, მაგრამ პრინციპში მე ველოდები, რომ მეორე ტურის შედეგად ყველა თავის კანდიდატს, რომელსაც მნიშვნელოვნად გაუსწრო მეორე ადგილზე მყოფ კონკურენტს, თუმცა გადალახა 50%-იანი ბარიერი, აქვს პრაქტიკულად 100%-იანი შანსი, რომ მეორე ტურში გახდეს ქალაქის მერი. პრინციპში დავით უსუფაშვილის გარდა თვითკრიტიკული შეფასება ამ არჩევნების ხელისუფლებისგან ჩვენ ვერ მოვისმინეთ. ხო, კი, მე უნდა ვთქვა, რომ ყველაზე უფრო ადეკვატური შეფასება იყო უსუფაშვილის შეფასება. უსუფაშვილმა თქვა ის, რაც პრინციპში არის ჩემი აზრიც ამ არჩევნებთან დაკავშირებით, რომ კოალიცია ქართულმა ოცნებამ შეინარჩუნა წამყვანი პოლიტიკური ძალის სტატუსი, ანუ მას ლეგიტიმაციის კვლავ მაღალი ხარისხი აქვს, საზოგადოების მხარდაჭერის კვლავ მაღალი ხარისხი აქვს, თუმცა ამ არჩევნებთან ისეთ აჩვენა, რომ ეს არ არის, ასე ვთქვათ, გარანტირებული მხარდაჭერა, ეს არის საკმაოდ ისეთი მერყევი ცვლადი, რომელიც სასაბჭოებელია შეიცვალოს იმის მიხედვით, როგორ მოიქცევა ოცნება. დაკარგა თუ არა ოცნება მხარდაჭერი შეგვიძლია ვთქვა ამ არჩევნებით. ეს თავარი კითხვა ალბათ, რასაც მოდელად. კი ბატონო, იცით რა, აქ ავით მე არაერთი მოსაზრება წავიკითხე, რომ რაღაცები ამბობენ, რომ ვთქვათ, ხელისუფლებამ ორნიშნა რიცხვით დაკარგა არჩევნები, რაღაცები ამბობენ, რომ ეს არის დიდი კრახი ხელისუფლების და შემდეგ. ეს ასე არ არის და ამას მარტივი არითმეტიკა ამბობს 120,000 ადამიანის მხარდაჭერა დაკარგაო ნაციონალური მოძრაობის მომხრეები ამბობენ. იცით რა შეესაქმე. აქ სრულად არაკორექტული შედარება კეთდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მოპოვებულ აბსოლუტურ ხმებსა, აბსოლუტურ ხმებში გულისხმობს სწორედ ადამიანებს, ანუ რაოდენობას ადამიანებისათვის, ვინც ხმა დაუჭირა მართლ პარტიას, მოკლედ კეთდება შედარება აი ამ აბსოლუტურ ხმებისა, ადგილობრივ არჩევნებში მოპოვებულ ხმებსა და ეგრეთ წოდებულ ნაციონალურ არჩევნებში მოპოვებულ ხმებს შორის ამ შემთხვევაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, არა? ეს შედარება არაკორექტულია. აბსოლუტურ
ხმებს შორის შედარება არაკორექტულია, ახლა ამის დასაბუთება სოციოლოგიის მომთხოვთ, მაგრამ ის ასია, ჩვენ შეიძლება შევადაროთ მხოლოდ პროცენტული წილები, ხვედრითი წილები შეიძლება შევადაროთ, ანუ ვთქვათ, არჩევნებზე მისულთაგან რა რაოდენობამ დაუჭირა მხარი ამა თუ იმ პარტიას და თუ ამ მონაცემებს შევხედავთ, თანაც პროპორციულ ჭრილში შევხედავთ, ანუ პარტიულ ჭრილში შევხედავთ, მაშინ ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით პრაქტიკულად იგივე შედეგი გაიმეორა, ოდნავ ნაკლები კოალიცია ქართულმა ოცნებამ, მაშინ ვთქვათ 55% ახლა აქვს დაახლოებით 51%. ანუ რასაკვირველია ვარდნა არის, მაგრამ ეს არ არის ვთქვათ არსებითი ვარდნა, ეს არის დაახლოებით 4-5%-იანი ვარდნა, რაც რასაკვირველია სიტუაციის გაუარესება მმართველი ძალის მხარდაჭერის თვალსაზრისით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ არის არსებითი მნიშვნელოვანი მარცხი და ამ შედეგისთვის იმ კვალიფიკაციის მიცემა, რომ ეს არის მარცხი მმართველი კოალიციის არის, მარტივად რომ ვთქვათ, არაადეკვატური შეფასება. თუმცა ესე აქ სხვადასხვა მიზეზი არის იმისა, რატომაც მიიღო ოდნავ ნაკლები ხმები ხელისუფლებამ, სხვადასხვა ახსნა აქვს ამას. ერთი ახსნა საუბრობს კოალიციის სასარგებლოდ, კერძოდ 2012 წლის არჩევნებში, როდესაც ხალხი საზოგადოება ამორჩევლები ასე ვთქვათ მოუთმენლად თუ შეიძლება ასე ვთქვას, ელოდნენ პოლიტიკური ძალის ცვლილებებს და მართლაც ნაციონალურ მოძრაობას იმ პერიოდში ქონდა ყველაზე უფრო კრიტიკული და ნაკლები ესე იგი მხარდაჭერა საზოგადოებაში. იმ ეიფორიამ გაიარა, ეხლა ადამიანებმა მართულ პარტიას საღად რაციონალურად და კრიტიკულად შეხედეს და ამიტომ სრულიად გასაგებია, რომ მას შეიძლებოდა მხარდაჭერა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში მოკლებოდა. თანაც ქართული ოცნება არ აღმოჩნდა ისეთი რადიკალური თავის ქმედებებში, განცხადებებში, განწყობებში, რა ვიცი. წინასაარჩევნო პროპაგანდას გულისხმობ? არა, მე გულისხმობ მისი მმართველობის პერიოდში, როგორც ამას მისი მხარდამჭერთან მნიშვნელოვანი ნაწილი აროდა. ამიტომაც არის ხმები გადანაწილდა იმ ადამიანებზე, ვინც თქვენ ახლა გძანეთ, რომლებიც რადიკალურად რომელიც მოითხოვს სამართლიანობის აღდგენას, გაცლებთ უფრო ხისტი ფორმით, გაცლებთ უფრო აგრესიული ფორმით. ისე როგორც პირდებოდა ქართულად. ანუ არა, აგრესიული ფორმით პირდებოდა, ვერ ვიტყვი, კი პირდებოდა, მაგრამ შესაძლოა მორჩეულთა გარკვეული ნაწილი დროში სამართლიანობის აღდგენის პროცესის ასეთი გაწევლისთვის თუ შეიძლება ასე ვთქვას, მომზადებული არ იყო, ამიტომ ასეთი რადიკალურად განწყობილი ამომრჩეველი გადანაწილდა სხვა პოლიტიკურ ძალებში თუ პიროვნებებში. მოკლედ, ეს არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ჩავთვალოთ როგორც მმართველი კოალიციის მარცხი, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის გაფრთხილება, რომ ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხი, რაც ჯერ კიდევ აქვს მმართველ პარტიას, არ არის ისეთი მუდმივი ცვლადი, რომელიც კარგი, სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით ვამბობთ, მაგრამ ამავე დროს საუბრობენ იმაზე, რომ ეს პოლიტიკური გაერთიანებები მხედველობაში მაქვს სწორედ ბურჯანაძის და ინაშვილის არის მკვეთრად პრორუსული პარტიები. ყოველთვის ამბობენ, რომ კარგი პრორუსულს ნუიტყვით, ანტიდასავლური რიტორიკა ამ მათ საარჩევნო კამპანიაში იგრძნობა, ამიტომ სამართლიანობის აღდგენა ცალკე იყოს და კიდევ იყოს ეს რიტორიკა. იცით რა, გოგი, მე უფრო ვთქვათ ბურჯანაძის პოლიტიკურ ძალას ან ქალბატონ ირმაინაშვილის პოლიტიკურ ძალას დავარქმევდი ოპორტუნისტულს, იმ თვალსაზრისით, რომ ისინი გარკვეულ ვითარებებში ავლენენ პროდასავლურ ორიენტაციას, გარკვეულ ვითარებებში ამბობენ ამჟღავნებენ, ვთქვათ, რუსეთთან ლოიალურ დამოკიდებულებას, ეს ცალსახად ერთმნიშვნელო. არა, ეხლა მე ამგვარად არ მომისმენია ერთისგან, შეიძლება ვწდები და არ უყურებ ისეთი ინტენსივობით საინფორმაციო საშუალებებს, მაგრამ შესაძლოა ვიღაცა ამბობს, რომ ნატო ცუდია, ხა ტომას დევალნას თქვა, რომ ნატოში საქართველოს არ უნდა შევიდეს, მაგრამ მაგალითად არ მომისმენია, რომ ევროკავშირში გაერთიანება არ შეიძლება ცუდი და ევროპასთან და ბევრია ვინც ამბობს ევროკავშირს და ევროპას და გულისხმობს არა, ახლა ვინ რას გულისხმობს ეს ვთქვათ ამის გაზომვას ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ცალსახა მარკირება რომელიმე პოლიტიკური ძალის საქართველოში როგორც ჩამოყალიბებული პრორუსული ძალის როგორც ერთნიშნულოვნად ცალსახა ჩამოყალიბებული პოლიტიკური ძალის ასეთ შეფასება მიჭირს თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ ესე იგი მე ვფიქრობ რომ არა განსხვავება უნდა გაკეთდეს არა პროდასალურ და პრორუსულ ძალებს შორის არამედ
უნდა გაკეთდეს განსხვავება ერთნიშნულოვნად პროდასავლურ ძალებსა და არაერთნიშნულოვნად პროდასავლურ ძალებს შორის. მე მგონი ასეთ განსხვავება ნორმალურ ქვეყანაში არჩევნების წინ განსხვავება არის ხოლმე მემარცხენე და მემარჯვენე ძალებს შორის. საქართველოში ეს სურათი არ გამოიკვეთა. საქართველოში ეს სურათი არ გამოიკვეთა, ეს პარადიგმა არ მუშაობს, იმიტომ რომ აქაც ძალიან ისეთ ეკლექტიზმთან და ქაოსთან გვაქვს გარკვეულწილად საქმე, იმიტომ რომ ოპორტუნიზმთან ასაკვირველია, იმიტომ რომ მემარცხენე მაგალითად ლეიბორისტულმა პარტიამ შეიძლება ესეთ მემარჯვენე განცხადება გააკეთოს, რომ გაგიკურდეს და პირიქით. ხა კიდე ერთი დეტალია, გოგი, ხშირად აპელირებენ იმაზე, მათ შორის საკმაოდ ისეთ ჩემი აზრით ჭკვიანმა ადამიანებმა ისეთ რამეზე გამახვილეს ყურადღება არჩევნებში მონაწილეობის დაბალ პროცენტზე და ითქვეს, რომ დაახლოებით 65% არ მივიდა არჩევნებს, არა 65 არა, მოკლედ 53-ზე ხო ახლა. ესე იგი, ანუ 57% არ მივიდა, ესე იგი დაახლოებით 60%-მა ზოგი შეაქცია ხელს. ეს არა აბსოლუტურად არაადეკვატური განცხადება. რატო? ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები როგორც წესი, მარტო საქართველოში არა, ყველგან გამოირჩევა აქტივობის დაბალი ხარისხით. თუ ჩვენ ამ მონაცემს შევადარებთ 2010 წლის მონაცემს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების, განსხვავება არის სულ 4%, მაშინ 58%-მა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, მეტმა არა. ახლა მიიღო 54%. ანუ ვთქვათ, რამე ისეთ დრამატული განსხვავება არ არის. ეს ტრადიცია გრძელდება, ანუ შედარება, ვთქვათ, არჩევნებში მონაწილეობის ხარისხის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ვთქვათ, ნაციონალურ არჩევნებთან არაფრით არ შეიძლება, ეს არაკორექტულია. ჩვენ თუ გვინდა შედარება უნდა გავაკეთოთ იგივე დონის არჩევნებთან მიმართებაში. ხა რასაკვირველია აქ მეორე შეკითხვა, რატო ესეთ დაბალი აქტივობა და აქაც ამასაც თავისი ახსნა აქვს. სხვადასხვა ახსნა შეიძლება მოვისმინოთ ამ თვალსაზრისით. ჩემი აზრით, აქ ისეთ ვითარებასთან, რომ ვფიქრობ ამის ახსნაზე, ორი რამ მომდის თავში. ერთი არის ის, რომ როგორც ჩანს, საქართველოს ამორჩეული ფიქრობს, რომ ადგილებზე ადგილობრივ ხელისუფლებას დამოუკიდებლობის დიდი ხარისხი, ავტონომიურობის დიდი ხარისხი და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების, მაინდა-მაინც დიდი, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა არ აქვს, რომ მაინც ადგილები ჩამოკიდებულები არიან ცენტრზე და რასაც ცენტრიდან უკან ნახებენ, ისე იქცევიან. ამიტომ მათთვის მთავარია ვინ არის ცენტრში და ადგილებზე ვინ არის ეს, ასე ვთქვათ, საქართველოში არ არის მარტო ადგილობრივი არჩევნები, პრინციპში განსაკუთრებული აქტიურობით არ გამოირჩევა ევროპის სხვა ქვეყნებში. ოღონდ იქ სხვა мотиваციაა. იქ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კი არა, იქ ნაციონალური არჩევნებიც არ გამოირჩევა მაღალი აქტივობით. საპარლამენტო არჩევნებიც არ გამოირჩევა. ასე რომ ევროპაში мотиваცია სხვა მნიშვნელოვნად არაფერს არ ხო, იმიტომ რომ იქ სტაბილური ქვეყანაა და იქ ახლა დიდ ცვლილებებს არ ელიან მაინდა-მაინც არა. ხო, ეხლა მეორე ახსნა, რატომაც შეიძლება იყოს ეს დაბალი აქტივობა არის ის, რომ ვთქვათ, პოლიტიკური ღირებულების თვალსაზრისით, როგორც ჩანს, ქართული ამორჩეული ცოტა პარადოქსულია ჭრაც, იმიტომ რომ ადგილზე პრობლემა სწორედ ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა მოაგვაროს, ხო? მაგრამ პოლიტიკური ღირებულება, როგორც ჩანს, აქვს უფრო ამ ნაციონალური მნიშვნელობის მქონე თქვა დეპუტატი საკრებულოში არ არის ისეთ პოლიტიკური ღირებულების და წონის მქონე როგორც დეპუტატი პარლამენტში. ესეც მონაწილეობს. მოკლედ, ადგილობრივი თვითმმართველობის ღირებულების არასათანადო გაცნობიერება ეს ერთი და მეორე, მოკლედ ცენტრზე მიბმის როგორც ჩანს, ეს განცდა ეს ცნობიერება, რომ მთავარი არ არის ვინ იქნება ადგილზე, მთავარია ვინ იქნება ცენტრში. კეთილი. მოვისმინეთ მართველი პარტიის განცხადებები, ახლა მაინტერესებს მართველი პარტიის განცხადებები ნაციონალური მოძრაობის შეფასება, საერთოდ და ნაციონალური მოძრაობის პერსპექტივებზე საუბარი. ესე იგი, თუ შევხედავთ ორივე ჭრილში არჩევნებს, ეს არის პარტიული არჩევნები, ანუ პროპორციული არჩევნები და მაჟორიტარული არჩევნები. რა ვითარებასთან გვაქვს საკუთარ ზუსტი შედეგი არ მახსოვს, მაგრამ 21%-ამდე აქვს, ხო, ნაციონალური. დიახ, ზუსტად. და 21% ეს ნიშნავს, რომ ყოველ მეხუთე ამომრჩეველი ნაციონალურ მოძრაობას უჭერს მხარს, ხო? საერთოდ თუ განმაზოგადებთ ამათ, რასაკვირველია უნდა განმაზოგადოთ საარჩევნო საკითხი. დაახლოებით იმდენია, რაც ბაქრაძეს ჰქონდა, დაახლოებით. ხო, ანუ და ეს მოკლედ ეს არის, ვთქვათ, საკმაოდ ნაციონალურ მოძრაობას დღეს ყავს საკმაოდ სტაბილური ამორჩეველი. ისე როგორც ეს ყავდა 1 წლის წინ, 2 წლის წინ და ამ შემდეგ. ეხლა ნახეთ რა მოხდა თუ ჩვენ შევადარებთ 2012 წლის ნაციონალურ შედეგს საპარლამენტო არჩევნებში, ოქტომბრის არჩევნებს გულისხმობა შემთხვევაში, იქ ნაცმოძრაობა მოიპოვა 40%-ამდე, ხო? ანუ ეხლა შეიძლება ვთქვათ, რომ განახევდა მონაცემი, მაგრამ აქ
რას უნდა მივაქციოთ ყოველდღიურად ერთი მაშინ ხელისუფლებაში იყო ნაციონალური მოძრაობა, ამიტომ ადმინისტრაციული რესურსი წავიდა მისკენ. ხო, ყველა ის ადამიანი, რომელიც დასაქმებული იყო რაიმე დოზით ხელისუფლებასთან იყო კავშირში, ადგილობრივი თვითმმართველობა იქნება სამინისტროები და შემდეგ მათი ოჯახის წევრები, ეს არის ადმინისტრაცია. მედიაც მილცხელში იყო ასეთ ისე რასაკვირველია, ხო, მაშინ მათ ხმა მისცეს ნაციონალურ მოძრაობას რასაკვირველია. ამიტომ ადმინისტრაციული რესურსი ყოველთვის მერყეობს ხოლმე 15-20%-ის ფარგლებში. ამიტომ სრულიად ბუნებრივი შედეგი იყო მაშინ ეს რა დადგა. ეხლა დაიწმინდა, ხო, მაშინ რაც ნაციონალური მოძრაობა არ არის ხელისუფლებაში, ადმინისტრაციულმა რესურსმა არჩევნებში ხმის მიცემის თვალსაზრისით, მხარდაჭერის თვალსაზრისით გადაინაცვლა, ასე ვთქვათ, ქართული ოცნებისკენ. და დაიწმინდა ნაციონალური მოძრაობის ამორჩეველი და მას შერჩა აი ესეთი, ასე ვთქვათ, წმინდა ამორჩეველი თუ შეიძლება, ასე ვთქვათ, რომელზეც როგორც ჩანს, ხო, შორის ეს ცოტა პარადოქსია ჩემთვის, მაგრამ პარადოქსი არ არის, უბრალოდ ცოტა უცნაურად გამოიყურება, რომ ამ ნაწილზე არ მოქმედებს აი გამოძიებები, თქვა, გახმაურებული საქმეების, ნაციონალური მოძრაობის წევრების და დანაშაულება. შეიძლება ითქვას პირიქით რაღაცა სოლიდარობის განცდას უძლიერებს მათ ნაციონალური მოძრაობის მიმართ. საინტერესო სიტუაცია, ამ ნაწილზე არ მოქმედებს და მეორე ნაწილზე ვიზიც მოქმედებს, ისინი წავიდნენ, იმიტომ რომ არასაკმარისად მიიჩნიეთ ჩათვალეს, რომ არასაკმარისია ის სასჯელი, რაც მათ მიიღეს. ხო, აი ეს უცნაური ვითარება. ამ თვალსაზრისით კი რასაკვირველია, ამ თვალსაზრისით ძიმე მდგომარეობაში, ამიტომ სამართლიანობის აღდგენის კონტექსტში რასაკვირველია საჭიროა გამჭვირვალე და პროფესიული წარმოება და თანადროული წარმოება გამოძიებების, რითაც ახლა ნამდვილად არ გამოირჩევა ქართული ოცნება. და მით უმეტეს განცხადებები, ესეც ალბათ ჯიბრზეო ამბობთ, რომელიც გააკეთა მმართველმა ძალამ, რომ ნაციონალური მოძრაობა არ იარსებებს, აღარ ჩანს, გაქრება და ასე შემდეგ. ალბათ თინაც კი ასეთი განცხადება ყოველი ხო გამიკვირდა მე თინაცგან სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ ყოველი კიდევ ერთხელ ამბობ, ქვეყანაში, სადაც ყოველი მეხუთე ამორჩეველი გარკვეულ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, ამ პოლიტიკური ძალის გაქრობაზე საუბარი, მათემატიკას ეწინააღმდეგება. მიუხედავად, ნახეთ რა საკრებულოებში ნაციონალურ მოძრაობას ექნება, საერთო ჯამში 20%-იანი წარმომადგენლობა, ხო? ეს არის ყველაზე უფრო დიდი წარმომადგენლობა. დაახლოებით იმდენია, რამდენიც პარლამენტში დღეს. თუ არა, პარლამენტში 40%-იანი წარმომადგენლობა, პარლამენტში გაცილებით სოლიდური წარმომადგენლობა, მაგრამ 20%-იანი წარმომადგენლობა ხო 20%-იანი წარმომადგენლობა, ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერი ოპოზიციისთვის იქნებოდა, ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ისეთი წარმომადგენლობითი რეპრეზენტატული. ეს პრინციპში პრობლემას უქმნის ქართულ ოცნებას პირველ რიგში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ალბათ, და ამაზე ძალიან პრობლემაა ეს. ხო, არა, პრობლემას უქმნის და კარგია რომ პრობლემას უქმნის. ხელისუფლებას დღეს მოუწევს და უწევს რაღაცა ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებთან დაძაბულ რეჟიმში თანაცხოვრება, ხო? ჯერ ეს იყო კოჰაბიტაცია, შემდეგ მოიხსნა ეს კოჰაბიტაციის აუცილებლობა, მაგრამ ფაქტია, რომ პარლამენტში რჩება საკმაოდ სოლიდური წარმომადგენლობა ნაციონალური მოძრაობის შემდეგ არჩევნებამდე. ახლა საკრებულოებში ასევე ექნება ნაციონალურ მოძრაობას დაახლოებით 20%-იანი წარმომადგენლობითობა, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ცოტა არ არის. ეს არის ასე ვთქვათ, აი ასეთ რეჟიმში ყოფნა, ოპონირების დაძაბულ რეჟიმში ყოფნა. რა ძალიან კარგია დემოკრატიისთვის. ისე როგორც კარგია მეორე ტურის არსებობა და აქ რასაკვირველი არ შეიძლება არ დაუკარგოთ დამსახურება ხელისუფლებას, ჩვენ რო წინა ხელისუფლების რეგულაციების პირობებში ყოფილიყავით, სადაც 30%-იანი ზღვარი იყო დაცებული. ყველა არ მეორე ტური არ იქნებოდა, ყველა იქნებოდა, ასე ვთქვათ, გამარჯვებული კანდიდატი დღეის მონაცემებით, ხო, აბსოლუტურად ყველა, იმიტომ რომ 30%-იანი ზღვარი ყველა ნაციონალური მოძრაობის ყველა კანდიდატმა გადალახა. ასე რომ აქ დამსახურება არ უნდა დაუკარგოთ ნაციონალურ ხელისუფლებას და ასევე ისეთ გასათვალისწინებელია, რომ რამდენი თვითმმართველი ქალაქია 11, ხო? 11 თვითმმართველ ქალაქს ჩატარდა არჩევნები მერის. ახლა ესეც ის
ის სიახლეა, ის პოლიტიკური სიახლეა, რაც ნაცნობრობამ დაამკვიდრა. მაშინ როდესაც მე მახსოვს, რამდენი ძალისხმევა დაჭირდა ოპოზიციას წინა ხელისუფლების პირობებში, თბილისის მერის პოზიცია რო გამختارება არჩევით. ეხლა გამგებლებიც არჩევით. ანუ ქვეყნის ავტორიტეტისთვის შეიძლება ასე ითქვას, ეს არჩევნები, ადგილობრივი არჩევნები იყო კარგი. რასაკვირველია, აქ რასაკვირველია ჭრტილი არჩევნებს მიაყენა იმ ფაქტმა, რომ რაღაც ათეულობით კანდიდატმა მოხსნა საკუთარი კანდიდატურა და ნუ ლაპარაკია რომ ზეწოლის შედეგად მოიხსნა. მე ამ განცხადებას იფრთხილით ვეკიდები, ველოდები გამოძიებას, ჩვენით რო გამოძიება მიმდინარეობს და ძალიან მაინტერესებს გამოძიების შედეგი იყო თუ არა ეს მართლა პოლიტიკური ზეწოლის. და დარბევები, ქვების სროლა. დარბევები, ქვების სროლა იყო, მაგრამ შეუდარებლად ნაკლები ვიდრე წინა არჩევნების დროს, რა თქმა უნდა. მე ვგულისხმობ წინა არჩევნებს როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის 2010 წლის არჩევნებს, ასე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს. ხო, მე კიდე ამ თვალსაზრისით გაცილებით ჩილობიანი იყო ვითარება, გაცილებით სამართლიანი, ეხლა ამას მე მარტო არ ვამბობ, ამას ამბობს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც არჩევნებს დააკვირდა. ნუ ბოლოს ჩვენ მოვისმინეთ ევროპის მასშტაბით ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაციის ხელმძღვანელების განცხადებები, რომ ტესტი, ასე ვთქვათ, აი ამ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის წინ საქართველოს დემოკრატიის ტესტი წარმატებით ჩაატარა. პრინციპში ამ შეფასებას უნდა დავეთანხმოთ. მიუხედავად იმ განცხადებებისა, რაც უკვე ვილაპარაკეთ, რადარებიდან გაქრობის და ხო. მიუხედავად ამისა, ნუ საბოლოო ჯამში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ არჩევნებმა დემოკრატიის სტანდარტებს უპასუხა. ისე საინტერესოა, ალბათ ახლა შენ ამაზე პასუხს ვერ გამცემ, მაგრამ მართველი პარტია როცა ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა რადარებიდან გაქრება და რომ პრინციპში არც ელოდნენ, რომ მეორე ადგილზე გავიდოდეთ და ასე შემდეგ, ამდენად აწყობს მართლ პარტიას, რომ ქვეყანაში იყოს ოპოზიცია იმ ტიპის, რომელიც გავიდა მესამე და მეოთხე ადგილზე. და რამდენად ურჩევნია? ხო, რამდენად ურჩევნია. ქვეყნისთვის ვამბობ, საერთოდ ქვეყნის პოლიტიკისთვის თუ. ხო, ნუ ყოველ შემთხვევაში აი საინტერესოა გოგი, რომ თუ ჩვენ ცალკეულ რაღაცა პრინციპებს ჩამოვთვლით, ინდიკატორებს ჩამოვთვლით, შეიძლება ძალიან მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებში ნაციონალურ მოძრაობას და მართლ პარტიას უფრო მეტი საერთო აღმოაჩნდეს, ვიდრე დანარჩენ ოპოზიციურ ხო, და ამას ვამბობ. ამიტომ ნუ მაგალითად ქვეყნის საგარეო პოლიტიკა, აი ზუსტად საგარეო პოლიტიკით ნედრა დამეწყო, ხო? ამ მიმართულებით ხო რაღაცნაირად ერთხმაში მღერიან, ამ წესით სხვა ოპოზიციაც უნდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ნუ ნატოს მაგალითად თქვი, შეიძლება იყოს პოლიტიკური დიდი გაერთიანება, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ქვეყანა არ უნდა გახდეს ნატოზე. სხვა შორის ასე პირდაპირ ეს განცხადება, ნუ ოთოში მე არ მომისმენი, ასეთი რადიკალური განცხადება. რატომ? იმიტომ რომ საზოგადოებაში არ არის ამის მოთხოვნება და შეიძლება შიშია. ისა რომ არ უნდათ ასეთი განცხადების გაკეთება. ხო, რა ვიცი. ხო, მაგრამ აი მოკლედ მე ვფიქრობ, რომ საინტერესო მოკლედ ეს არის ჩემი აზრით, ჩემი დაკვირვებით, მე ვფიქრობ, ყველაზე უფრო კონკურენტიანი არჩევნები, რომელიც კი ყოფილა აქამდე საქართველოში. იმიტომ რომ აქ მართლა, ნუ აი ჩვენ მქონდა რა ერთი ძალიან წინწასული პარტია, რაღაცა ძალიან დიდი პროცენტებით, 70-80 აბსოლუტური უმრავლესობა და მეორე ისეთი მარგინალური ოპოზიციური პარტია. ეხლა ასეთ ვითარება არ არის, ესე იგი. პატარა სარეკლამო გადამწყვეტი უპირატესობა, ასე ვთქვათ. კი ბატონო. პატარა სარეკლამო ჭრილი იქნება, შემდეგ ახალ ამბებს მოვისმენთ, ჯერ არ გაგიშვებთ კიდევ ერთი ხუთი. კი, და უნდა ვამბობ. დიახ, ჩვენი გადაცემა გრძელდება. თავისუფლების 1 საათი. იაგო კაჭკაჭიშვილი, სოციოლოგი არის ჩვენი გადაცემის სტუმარი და ვსაუბრობთ უკვე განვლილ ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებზე, ვისაუბრეთ ოპოზიციაზე, ვისაუბრეთ არასაპარლამენტო ეგრეთ წოდებულ ოპოზიციაზეც, რომელმაც ჩემი აზრით სერიოზული გამარჯვება მოიპოვა, ყოველ შემთხვევაში გაცილებით უფრო მეტმა ამორჩეველმა დაუჭირა მხარი, დავკარგე ის ფურცელი, ციფრები არსებობს ასეთი და სხვა შორის მათ შესახებ მინდა გითხრა, რომ მათ წინასაარჩევნო რიტორიკაში ჭარბობდა თუ მიაქცია ყურადღება, მაგალითად საუბრობდნენ ანტიდისკრიმინაციულ კანონზე, ყველაზე უფრო ხშირად ანტიდისკრიმინაციული კანონზე და ანტიდისკრიმინაციული კანონი ბევრისთვის აღმოჩნდა ქულების მოპოვების არაჩვეულებრივი საშუალება.
რას ნიშნავს ეს იმას ნიშნავს რომ საზოგადოებაში იყო ეს მოლოდინი და იყო მაგალითად პერიოდი ალბათ გახსოვს როდესაც რელიგიური რაღაც თემები იყო წინა არჩევნებზე ეს არ იყო ანუ ამ არჩევნებზე ხელისუფლების ამორჩეველი კიდევ უფრო დაიწმინდა თუ შეიძლება ასე ითქვას მანამდე ქართული ოცნების ამორჩეველი ისე როგორც თვითონ კოალიცია ეკლექტური ამორჩეველი მაგრამ ეს კოალიცია არსებობს ხო ეს კოალიცია არსებობს იქაც არის ეკლექტიზმი მაგრამ უბრალოდ კოალიციის შიგნით ანუ პოლიტიკური ძალის შიგნით ეკლექტიზმის დარეგულირება როგორც ჩანს უფრო იოლია იმიტომ რომ პარტიული ასე ვთქვათ კოალიციური დისციპლინა არსებობს რომელსაც ემორჩილებიან ეხლა ამ ასეთ დარეგულირებას ამორჩეველში განსხვავებულ ამორჩეველში ვერ მოახერხებ ასე იოლად ხო ამიტომ დაიწმინდა რაღაცნაირად ეს ამორჩეველი ქართულ ოცნებას გამოაკვლა კიდევ ერთხელ მეორე რადიკალურად განსხვავებული ამორჩეველი დავარქვათ ამას ნაციონალისტური ამორჩეველი ან რაღაცა ორთოდოქსულად განსხვავებული ამორჩეველი კონსერვატორი ანტიამერიკელი ანტიდასავლელი და შემდეგ ეს ამორჩეველი რომელიც მანამდე ეკუთვნოდა ქართული ოცნების ბანაკს ახლა ჩამოშორდა ქართული ოცნებას და გადანაწილდა სხვა პოლიტიკურ ძალებში რაც თავისთავად ნორმალურია იმიტომ რომ რაღაცნაირად შემოიხაზა ამორჩევლის ის წრე მოხაზა კოალიცია ქართულმა ოცნებამ ამორჩევლის ის წრე რომელზედაც ის მუშაობს და ну მე მაგალითად მომწონს ასეთი შედარებით გამოკვეთილი პროფილი ხელისუფლების ვიდრე ის ეკლექტიზმი რაც ამ მართულ პარტიას ერთ სახეს დაუკარგა. კი. და ბოლო კითხვა ეს კითხვა პრინციპში მე უკვე დავსვი, რამდენად შეიძლება იყოს ეს ადგილობრივი არჩევნები გენერალური რეპეტიცია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისა. 2 წელი არ არის დიდი დრო და ჩვენ ალბათ უკვე შეგვიძლია რაღაც ვიწინას წარმატება. 2 წელი არ არის დიდი დრო, მაგრამ საკმარისად დიდი დროა იმისთვის, რომ აი მაჩვენებელმა მხარდაჭერის მაჩვენებელმა როგორც ნაციონალური მოძრაობის ასევე ქართული ოცნების მიმართ განიცადოს ცვლილება. ესე იგი რა მოიყვანა თან მოკლედ ვიტყვი ქართული ოცნება რა მოიყვანა ხელისუფლებაში ორმა რამემ ძირითადად ხო ერთი ეს იყო ეგრეთ წოდებული ამორჩევლის ნეგატიური მობილიზაცია ხალხი მოვიდა იმიტომ რომ მას არ უნდოდა ნაციონალური მოძრაობა და უნდოდა ალტერნატივა ამიტომ ხალხმა მხარი დაუჭირა ქართულ ოცნებას ეს იყო ნეგატიური მობილიზაციის საფუძველზე ქართული ოცნების მოსვლა და მეორე ეს იყო ასე ვთქვათ იმ პოზიტიური პროექტების გაცხადება იმ დაპირებებმა მოიყვანა ქართული ოცნება ხელისუფლებაში რაც უხვად ისმოდა წინასაარჩევნო პერიოდში. ხა რასაკვირველია ტესტირება მიდის მის მმართველობის პერიოდში ამ დაპირებების, ხო? ამიტომ კი მესმის რომ ნაციონალური მოძრაობასთან მწვავე დაპირისპირების ფონზე წიმყარებს თავის პოზიციებს ქართული ოცნება, მაგრამ ეს არც ერთ შემთხვევაში არ იქნება საკმარისი მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. მოკლედ ნაციონალურ მოძრაობასთან დაპირისპირება არ დაასხამს ქართული ოცნების წისქვილზე იმდენად წყალს რომ მან ეს წამყვანი პოზიციები შეინარჩუნოს. აუცილებელია მან წინასაარჩევნო დაპირებები სოციალური პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით, სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით და შემდეგ განახორციელოს გამჭვირვალედ უფრო დემოკრატიულად და ერთმნიშვნელოვნად, თქო, ცხადად. შელაპარაკობ იმაზე, რომ დაიწმინდაო ელექტორატეო, მიგეთახვები. მოსალოდნელია თუ არა 2016 წლის არჩევნების წინ დაწმენდვა თვითონ ქართული ოცნების. ნუ ყოველ შემთხვევაში მე ამის ისეთ აუცილებელ წინაპირობას ახლა ვერ ვხედავ, თუმცა გამორიცხული არაფერია, მაგრამ ნუ ჯერჯერობით ამის ნიშნები არ ჩანს. იმიტომ რომ აი ამ დაწმენდამ კოალიცია ქართული ოცნების ამ ელექტორატის ამ დაწმენდამ რაღაცნაირად ჰომოგენური გახადა თვითონ კოალიციაც. მეტნაკლებად ჰომოგენური, სასწაულია სრულ ერთიანობის მიღწევა შეუძლებელი იქნება და კარგიც არის რომ შეუძლებელია, მაგრამ ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ მოსალოდნელია თქვა ქართული ოცნების ნაწილი გადაბარგდეს. ნუ მე ვერ ხედავ ახლა ამის წინაპირობას. ვერანაირ. მიუხედავად იმისა, რომ საუბარია რომ დაპირისპირება პრეზიდენტსა და
პრემიერ-მინისტრს შორის თვითონ ხელისუფლებაში არის განსხვავებული ბანაკები და პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის დაპირისპირება არ არის კოალიციის შიგნით შემავალი პოლიტიკურ ძალებს შორის დაპირისპირება, სხვა სიბრტყეა, ამას სხვა ანალიზი. ეს დაპირისპირება არ შეიძლება გადავიდეს არ გადავა კოალიციის შიგნით პარტიულ ძალებს შორის დაპირისპირებაზე, მე ვფიქრობ და ამაზე ამის ნიშნები მათ არ ჩანს. არ ჩანს. ჩემი აზრით. კეთილი. უნდა დავასრულოთ საუბარი. იაგო კაჭკაჭიშვილი იყო ჩვენი გარეთ-ცემის სტუმარი და ჩვენ ადგილობრივ არჩევნებზე ვსაუბრობდით, რომელიც კვირას ჩატარდა საქართველოში. მუსიკალური პაუზის შემდეგ ჩვენ გადავართ უფრო მსუბუქ, მაგრამ ჩემი აზრით ძალიან სერიოზულ ამ დროს პრობლემაზე. ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ ჩატარდა მუსიკალური ფესტივალი Open Air-ი საქართველოში, როგორ უნდა ჩატარდეს მუსიკალური ფესტივალი, ახალგაზრდული ფესტივალი საქართველოში. ჩვენი გარეთ-ცემის სტუმარი იქნება ბატონი ბაჩო ოდიშარია, რომელმაც ძალიან საინტერესო ბლოგი დაწერა მუსიკალურ ფესტივალ Open Air-ზე. ახლა მუსიკა და შემდეგ კვლავ დავბრუნდებით ეთერში. Still Snoop Dogg and D.I. Guess who's back? Still doing that shit, Andre? Oh, for sure. Yeah. Check me out. It's still Dre Day, AK. დიახ, ჩვენი გალაცემა გრძელდება, თავისუფლების 1 საათი, 17 საათი და 40 წუთია თბილისის დროით. მე მინდა გაგაცნოთ ბაჩო ოდიშარია, ავტორი ჩემი აზრით ძალიან კარგი ბლოგისა, რომელიც მიეძღვნა მუსიკალურ ფესტივალს Open Air-ს, მე-6 მუსიკალურ ფესტივალ Open Air-ს. სანამ ფესტივალი დაიწყებოდა, ჩვენ დავპატიჟეთ ბატონი ვახო ბაბუნაშვილი ამ გადაცემაში, მაგრამ აერია დრო და ვერ მოვიდა მოკლედ ეს სხვა შორის იყო ჩემი მედიაში მუშაობის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა სტუმარი არ მოვიდა. და არ უყარხო პასუხისმგებლობა. დავждით Open Air-ს, იმით რომ Open Air-ის ოპონენტი იქნება ჩვენი გადაცემის სტუმარი და ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ ჩვენ გვინდა გვესაუბრა იმაზე, თუ როგორ ჩატარდება, ამ დირექტორს, ფესტივალის ორგანიზატორს ესაუბრა ამის შესახებ, ფესტივალი დასრულდა და ახლა ვისაუბრებთ იმაზე, უკვე როგორ ჩატარდა ეს ფესტივალი. პირველ რიგში მინდა ბაჩო გითხრა, რომ აი ამ ძალიან კარგ ბლოგში, შესანიშნავად ჩემი აზრით დაწერილ ბლოგში, ერთი რამ არ იყო ის, რაზეც საუბრობდნენ ყველაზე მეტად ოთხოში სოციალურ ქსელებში და ჩემი მეგობრები, არ იყო მელიას ისტორია. ხო, ეს სპეციალურად არ მელიას ისტორია აღარ იყო ალბათ ხაზგასმელი, იმიტომ რომ შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს არ ყოფილა რაღაც საარჩევნო პროპაგანდა. ჯერა თუ არ გჯერა? ან მე რა ვიცი, უფრო მჯერა. კი, ან რადიომსმენელს უთხრათ, რომ ხან მელიას შორის იყო ლუსა და ის შორის იყო 7-იანი კიდე, რომელიც კიდევ ერთხელ უარყოფდა იმ ფაქტს, რომ ეს იყო რამე. ისე საინტერესოა, რომ აი ეს ხელზე დაწერილი მელია ფესტივალის პირველ დღეს ამის შესახებ ხმაური ატყდა სოციალურ ქსელებში, უფრო მეტად რომ ეს იყო ვითომ წინა საარჩევნო ტრიუკი, მაგრამ მართლა მაინტერესებს პირველ დღეს, როცა ადამიანებს ეს ბეჭდები დაარტყეს, იქ თუ იყო გამოხატული პროტესტი, მე თუ თქვა. მე მგონი საერთოდ არავის არ გაუვლია პარალელი. არავის არ გაუვლია. არა ეს პოსტფაქტუმ. ამდენ ხალხში ერთმა ადამიანმა რა მე არ შემოგვიდგა. რატო მელია? არა ჩვეულებრივად დასაფიქრებელი ამბავია. თუმცა მეორე დღეს ატყდა საშინელი ამბავი და ყველა ამის შესახებ საუბრობ. მე გაანალიზეს, რომ შეიძლებოდა თურმე ამისგან რაღაც სხვა კონტექსტი მორგებულიყო ამას. მოგეთ მე პირადად ძალიან გამიხარდა, რომ ამის შესახებ არ იყო ლაპარაკი. ეხლა რაც შეეხება თავად ფესტივალს. ეს ბლოგი ერთ-ერთი ყველაზე უფრო კარგად დაწერილი ბლოგია, მე რაც წამიკითხავს ადრე ერთხელ გიორგი კიკონიშვილმა დაწერა კიდევ ასეთივე ბლოგი მუსიკალურ ფესტივალზე, რადგანაც ჩემი აზრით ასე უნდა იწერებოდეს ბლოგები მუსიკალურ ფესტივალზე, ასეთი ახალგაზრდული ბლოგები, მაგრამ იყო რამდენიმე საკითხი, რომლის მიმართაც გაჩნდა პრეტენზიები. მაგალითად, შენ ამბობ, რომ ანტისანიტარია იყო ტუალეტში, აუბე რომ ახალგაზრდულ ფესტივალზე სხვაგან ყველგან ანტისანიტარია. ან ხო, იმაზე აპლერებ რომ სხვაგანაც ხდება ესეთი რაღაც უკვე თავის ეს არ არის გამართლება. ხო, რა თქმა უნდა. ხო და ანუ ანტისანიტარის დონესაც გააჩნია უკვე რა. ანუ შეიძლება რომ მთელი დღის განმავლობაში დაბინძურებული ტუალეტი შემდეგ დღეს გაიწმინდეს და უკვე დილიდან შეხვიდე და ცოტათი მაინც იყოს დაბინძურებული, მაგრამ
პირველ საათზე უკვე რო შედიხარ, ნუ როდის ასწრებდნენ და გაწმენდოს და ეგრე მალე როგორ ბინძურდებოდა ვერ ხვდებიან. მაგ გამოდის რომ ორკები შედიოდნენ თვალეთში. და ორგანიზატორები ამას ყველაფერს აი პრეტენზიებს რომელიც შენ წაუყენე და მე ახლა ვეთქვი რადიო მსმენელს რომ პრეტენზიები იყო სასმელთან დაკავშირებით რომ სასმელს ვერ შეიტანდი ეს ერთი და იმას ვერ დალებდი რაც გინდა. ხო, შეტანაზე უფრო ნაკლები იყო პრეტენზიები. შეტანა შეგეძლო. არ შეტანა არ შეგეძლო, რომ დეტალურად ალბათ სხვა ფესტივალებზეც არ შეიძლება შეტანა. კემპინგის ტერიტორიაზე შეგიძლია შეიტანო, ნუ იარაღის გარდა მე მგონი ყველაფერი, მათ შორის დასარავი და საკვები. და ან პრეტენზია იყო იმაზე, რომ სასმელი, რომელსაც თავაზობდა ოფენეარი საუსმენელს იყო მხოლოდ ერთი მარკის, მონოპოლიზებული ქონა მარტო გომს, შეიძლება რომ თქვა. კი, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ხო და ნატახტარს. ხო, გომს და ნატახტარს ლუდი იყო და გომის არაღი. და რავი, ესენი იყვნენ ალბათ სპონსორები. ხო. ხო და ანუ რავი, აი სოციალურ ჩავატაროთ მე მგონი საქართველოში აბსოლუტურად ყველა 90% მაინც ადამიანებისა იტყვის იმას, რომ გომი არ არის კარგი არაღი. გომს ყიდულობენ მაშინ, როცა სხვა საშუალება არ აქვს, სხვა არყის საშუალება. იაფია და უხარისხო. და როცა ანუ მე მივდივარ მუსიკალურ ფესტივალზე, ანუ ესე ულტიმატუმის წინაშე არ უნდა მაყენებდნენ რა, რომ ან დალია შენ გომი, ან საერთოდ არაფერი არ დალია, თან მის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში არის ეს ნარკოპოლიტიკა, როცა თრობის გამოწვევა არ შეიძლება ალკოჰოლური სასმის გარდა არაფრით. ნარკოტიკთან დაკავშირებით მაინტერესებს პოლიციას არ დაუძალებია მოშარდვა. იმიტომ რომ ერთ-ერთ რაღაც ღონისძიებას ასე იყო საქართველოში. არა, აქ არ მომხდა, არა მე რამდენად ვიცი, არც ფესტივალის შემდგომ არ ყოფილა. ფესტივალიდან წამოსული ხალხიც არავის არ აუყვანია. შარშანი იყო ეგეთი პრეცედენტი, რომელიც ფესტივალში. ანუ ეს პროგრესია გარკვეული თვალსაზრისით. ხო, შეიძლება დავარქვათ, რომ პროგრესია არის, მაგრამ ანუ ხო და დაცვის მხრივ რაც იყო, მე ძალიან მომხრე ვარ იმისა, რომ დაცვა იყოს მკაცრი, მაგრამ უნდა იყოს მკაცრი თავის კომპეტენციაში. ანუ არ დააჭარბებდეს თავის კომპეტენციას და მე პირადად შევესწარი ისეთ ფაქტს, როდესაც იქ ყოფი ადამიანი, რომელსაც წინა დღეს ჰქონდათ ნაყიდი ბილეთები და შემდეგ მეორე დღისთვის როცა მეორე დღე, შაბათი დღე დაკენსელდა, იმიტომ რომ იყო რაღაც კოკისპირული წვიმა და ორგანიზატორები შეპირდნენ მსმენელს, რომ ვინცაც ჰქონდა ნაყიდი დღის ბილეთები, მეორე დღეს ამ ბილეთს ავტომატურად შევიდოდნენ. და ნუ დაფიქსირდა ეგეთი შემთხვევა, რომ დაცვა იძლებდა ამ წინა დღის ბილეთის მქონე ადამიანს, რომ ხელახლა შეეძინა ბილეთი და არ უშვებდა ამ ბილეთით შიგნით. ხო და ამ დაცვა არ იყო ინფორმირებული თუ უბრალოდ არის პირობა გატეხეს. ალბათ ან მე ან საქართველოში მინდა ცუდად არის ზოგადად ეს დაცვის ფენომენი, ანუ დაცვა შენ წერდი იმაზე რომ კემპინგებში ქურდობა იყო როგორც ამბობდნენ და იქ დაცვა არ იყო. ორგანიზატორები ამბობენ რომ შეუძლებელი იყო კემპინგების კონტროლი. ეგ უკვე ჩემი აზრით ძალიან. ან დაცვა რასაკეთებდა გარეთ იდგა მხოლოდ, ხო? როგორც ვთქვი, კარებში იდგა ეს იყო. შიგნით უბრალოდ 1-2 ჯერ აავლდნენ, ჩაავლდნენ რომ თუ რაღაცა ვინმეს ურტყავდა რომ ალბათ გაეშველებოდა. და ურტყავდა, იყო ჩხუბი. არა, მე არ შევსწრები ვარ ჩხუბის ფაქტებს. ხო და დაცვასთან დაკავშირებით რაც ანუ ამ დაცვას აქვს ძალაუფლების განცდა რა. ანუ ეს იმისთვის არაა რომ მოვიდეს და რაღაც გაანეიტრალოს, ანუ ეს პირიქით უნდა რომ დაგანახოს რომ აი მე შემიძლია რომ შენ რაღაც დაგიშალო. და ანუ უფრო ამის დემონსტრაციას ახდენენ ხოლმე ვიდრე იმას რომ ესენი აქ რეალურად იმისთვის იყვნენ რომ არაფერი არ მოხდეს ცუდი. და ანუ უკვე როდესაც დაცვის მხრიდანაც დამოკიდებულება არის ისეთი რომ შენს რაც ზემოთ მყოფი პირი არის და შენზე გააჩნია ძალაუფლება. ანუ აძლევს ალბათ თავის თავს იმის უფლებასაც, რაც არ გააჩნია რეალურად, რაც არ შედის მის კომპეტენციაში. ეს კარვები წელს პირველად დაიდგა თუ შარშანაც იყო? ანუ ეს ოფიციალურად რომ კემპინგის ტერიტორია იყო, მე მგონი წელს იყო, იმიტომ რომ შარშან არ მოხდა ესეთი რაღაც და აი მაგაზე საუბარი დაცვას არ შეუძლია რომ კემპინგი დაიცვას, კემპინგის ტერიტორია დაიცვას, მტყუილი არის, იმიტომ რომ როგორც ჩვეულებრივ შესასვლელში იდგა დაცვა და არ უშვებდა უბილეთო ადამიანს, მსგავსად შეიძლებოდა ვისაც კემპის ტერიტორიაზე ქონა კარვები და რაღაც ისინი დაეშტამპა, დაეწერათ მათ მელია, ხოლმე შეეშვით ისეთი ანაფთარი და შეეშვით ისეთი ადამიანები, ვისაც ქონდა აქ შესვლის უფლება და მე როგორც მომიყვნენ და ძალიან ბევრმა ადამიანმა მითხრა ეს არ დარჩენილა იქ კარავი, რომელიც არ გაქურდეს.
ხო და როგორ ანუ ხო ამის პრევენცია იყო ძალიან მარტივი, იმიტომ რომ თუნდაც ანუ როდის იპარავდნენ, როცა თქვა კონცერტზე, როცა მუსიკას უსმენდნენ? ხო, ანუ როდესაც არავინ არ იყო. ხო, როცა არავინ არ იყო. ესე იგი ეს ხალხი იძულებული იყო, რომ თავისი ბარგითე არა. ხო, გვიან მიხვდნენ ამას, გვიან მიხვდნენ ამას, როცა ყველაფერი გატანილი. ისე უცნაურია, იქ არ ისეთი ხალხი არ ჩერდებოდა, რომთაც რაღაც დიდი ქონება ექნებოდა, ალბათ ან ტელეფონი. ხო, ანუ იქ იყვნენ ადამიანები, ვინც რაღაც თავისი ნიუტების გასაყიდად იყო ამოსული ზოგი მაისურებს ყიდდა ზოგი რაღაც ვინილებს ყიდდა და ზირთად ეს რაღაცებს იპარავდნენ. და ეს არ ვიცით გამოძიება არ ჩატარებულა არაფერი. სხვა შორის ჩვენ შეგვიძლია აქ ვილაპარაკოთ უკვე ზოგადად საზოგადოებაზეც მე სტოკჰოლმში დავეცარი მუსიკალური ფესტივალი იყო კონცერტივით იყო პარკში. და ძალიან საინტერესო იყო დავაკვირდი იმას შვედებს ვამბობ აი ვინ არიან შვედები ლუდის რიგში იდგნენ და რიგს იცავდნენ ძალიან მკაცრად ამას უყურებდი როგორ კაცად იცავდნენ მაგრამ ვინ იცავდა აი ძალიან თვალები რომლებიც ვერ იდგნენ და კიდევ უფრო მაგარ სურათს შევესწარი როგორ გაიხსნეს შარვალი და დაიწყეს მოშარდვა რიგში მდგომმა შვედებმა ანუ საფსოვდა რიგი უნდა დაეკავა აუცილებლად და ეკითხა ვინ არის ბოლო მაგრამ შარდავდნენ და ეს სურათი არასოდეს არ დამოვიწყდა ეს სურათი იმიტომ რომ თვალები იყვნენ აქაც ალბათ შეულებრივი ამბავი არის როდესაც დალევენ გოუმს თუ არ ვიცი რას მაგრამ ნასვამი ხალხი ბევრი იყო და პრინციპში დიდი შანსი იყო რომ ჭუბიც მომხდარიყო და ხო მაგრამ ნუ ანუ კარგ ორგანიზებასთან აკავშირებს იმას რომ ჭუბი არ მოხდა არ ვიცი შეიძლება არა მე იმას ვამბობ ალბათ დაცვა საჭირო იყო შიგნითაც ანუ არა მარტო გარეთაც შეიძლება თქვა დაცვა საჭირო იყო დანა მაგრამ შეიძლება ეს არ მოხდა ხო შიგნითაც ჭუბი დაპირისპირება და ჩემს ირგვლივ ყოფილი კარგი ხალხი დადეოდა ხო შეიძლება არ ვიცი რამდენად კარგი მუსიკის მოსასმენად მივიდა ეს ხალხი ეს ყველაზე მეტად მაინტერესებს ანუ შეიძლება თუ არა საუბარი დღეს ამ ფესტივალით მუსიკის დონეზე პირველ რიგში საქართველოში და გემოვნებაზეც ალბათ აი ორგანიზატორები აცხადებენ თან რომ მათ არ აქვთ არ უნდათ რომ მათ ფესტივალს მოიხსენიდეს რომ ეს არის კარგი საქართველოსთვის ანუ მათ უნდათ ევროპული სტანდარტების მქონე ფესტივალის ჩატარება და არ უნდათ რომ იყოს ეს მარტო კარგი საქართველოს ჩატარებულ საქართველოში ანუ მათ უნდათ რომ ეს გლობალურად იყოს კარგი ესე იგი ჩვენ ვილაპარაკოთ იმაზე რამდენად კარგი იყო ეს ფესტივალი მსოფლიოსთვის ანუ ხო ან ჯერ სიტყვას რამდენად კარგი იყო თბილისის ოფენერა და რამდენად კარგი იქნება ზიგეტი რომ ჩატარდება ახლა უნგრეთში ხო ან მათ სურთ რომ მსგავსი პარალელი იულებოდეს ამ ფესტივალებს შორის ხო და ან პირველ რიგში რაც შეეხება შემსრულებლებს მე ზოგადად ოფენი არის რაც არსებობს არის ხოლმე ძალიან არაერთგვაროვანი არტისტების ჩამონათვალი რომელსაც ერთი ტიპის მსმენელი ვერ წახვალ და სამი სიტყვაზე რამდენი დღეს მიმართება იმდენ დღე ვერ მაყოფილებს საკუთარ მოთხოვნილებას ნინო ქათამაძე გამოჩნდა მაგალითად ხო მე თუ ახლა სიტყვაზე მივდივარ რომ მოусმინო ლაპალუქს ხო ვუსმენ დაუნტემპოს აი ჩემთვის პირველ დღეს ჰედლაინერი ნინო ქათამაძე იქნება კატასტროფა ეს იმიტომ რომ გამორიცხულია რომ მე იმ ჟანრს უსმენ და რომელშიც ფერის ეს ადამიანი ეს სხვა ფესტივალებზე როგორ ხდება ასეთ ისე მაინც კარგ ფესტივალზე ასე თუ ისე შენარჩუნებულია რაღაცა ჟანრი ხო ჟანრი შენარჩუნება ანუ უფრო ისეთი რაღაც არის რა ხო ანუ არის სხვადასხვა სტეიჯები სადაც ერთ კონკრეტულ სტეიჯზე არის თითქოს ერთნაირი მსგავსი საუნდის მქონე არტისტები და ანუ სხვა ფესტივალებთან უფრო მასშტაბურ ფესტივალებთან აქაც იყო წელს რამდენიმე სხვა სცენა მაგრამ ეს იყო უბრალოდ ბუტაფურიული რაღაც იმიტომ რომ როდესაც ერთ სცენაზე გავწევდა იქ მეორე სცენაზე რომ იმას დაიწყო კიდე სიმღერა ეს ხომ ერთმანეთში შეაერეოდა რომ საბოლოოდ ის წერო ძალიან ცუდი ეგ საქართველოს ერთ-ერთი თავარი ფუნდამენტური პრობლემაა რაც არსებობს მუსიკალურ ფესტივალებზე რომ არასოდეს არ არის გამართული ხმის სისტემა იმიტომ რომ ტექნიკური პერსონალი არ ყავს კარგი თუ კინოში ესე ნამდვილად იმიტომ რომ პრობლემა არის ხმის კარგი რეჟისორი ხო აი ზუსტად მაგაში ინჟინერი არ ყავს ის ინჟინერი მე მგონი არის საერთოდ არ არის სწავლება მე მგონი და ამ სპეციალისტი არსებობს არიან ძირთად რაც ხცოვანი ადამიანები ვინც იცის რაღაც ერთი კაბელი მეორეს როგორ შეუერთოს და ეს ინსტრუქციის მაგრამ აპარატურაც იქ წვიმა რო წამოვიდა რამდენადაც ვიცი მიზეზი იმისა რომ კონცერტი გადაიდო ისიც იყო რომ აპარატურა კი მაგრამ სცენა იყო გადახურული და არ ვიცი რამდენად გასამართლებელი მიზეზი იყო ეს რომ აპარატურა
მე ვიცი ჩაინომენი გაპრობებული იყო ამის აქ რამდენად მართალი არის რომ ხო ჩაინომენი არ გაპრობებული იყო იმის გამო რომ ამ მიზეზით გადაიდო კონცერტი ხო წვიმის გამო არ იშლება ხოლმე ფესტივალები მე დავსწრები ვარ Queen-ის კონცერტს ბუდაპეშტში ღრმა სიჭაბუკეში და მახსოვს რომ წვიმა რო წამოვიდა ის ხო ძალიან ლამაზი როდესაც ისროლეს ამას რა თქმა უნდა აქ ვერ გააკეთებდნენ მაგრამ შვეულფრენებიდან პლაშები და ეს პლაში შენახულიც ჰქონდა სამახსოვროდ მაგრამ შეიძლებოდა დარიგებულიყო კი რა თქმა უნდა ნუ ეგ იყო პირველ რიგში ის რომ არ გაითვალისწინეს ორგანიზატორმა რომ შეიძლება კლიმატზე იმუხტლა მათთვის და ანუ მეორე არის რაც პრეტენზია აქვს ხოლმე რომ მაყვის სმენელის კულტურობის ბრალია ის რომ ჩაიშალა სიტყვაზე იმიტომ რომ ასენი არ დარჩნენ მე უნდა მიღირდეს რა რომ ესეთ წარღუნის მასშტაბების წვიმაში დავუდგა და რა მოხდა დარჩენილი ყავით გაწოცვილი ხო ანუ მე ანუ ხო საკუთარი ჯანმრთელობა უნდა ვარჩიო იმ ადამიანს ვინც დგას სცენაზე და მე მგონი ჩაინომენი არ უღირდა დედამისსაც კი ალბათ ანუ მიზეზი კონცერტის ჩაშლის იყო ის რომ ხალხი გაიქცა და არა ის რომ ორგანიზატორებმა თქვეს რომ ვერ ჩავატარებთ კი იმიტომ რომ სცენასთან უკვე აღარავინ არ იყო დარჩენილი მათ შორის ადამიანები ვინც მთელი გულით ელოდნენ ჩაინომენის გამოსვლას ანუ ეგ არის რომ ან ჩვენთან არასდროს არ ჩამოუყვანათ ისეთი არტისტი ვის გამოც რაც ისესხე ფულს რომ იმ კონცერტზე წახვიდე ან ბოლო არ დაიზარებ იმას რომ წვიმაში დადგა თუნდაც მეორე დღეს გაციებული იყო ფილტვების ანდება აიკიდო იმდენად გინდა რომ ამ არტისტის ლაივს წინა ფესტივალებზე ყოფილ ხარ დასწრები ხარ შეგვიძლია ვთქვათ რომ გაუარესდა თუ პირიქით თუ ისე იგივე არის ყველაფერი რაც არის რაღაცეები რაც უარესობისკენ მიდის, არის რაღაცები რაც უკეთესობისკენ მიდის და არის რაღაცები რაც ისევ ისე დგას, მაგრამ მუსიკალური დონე პირველ რიგში. ხო, ანუ ჩემს ლაინაპი შარშანდელი ჯობდა. ნუ ესეთი ისე დიდი სახელი მაინც ყავდა ჩამოყვანილი, მე არ მოყავს ტიპოლოგია კონიშვილის. საყვარელი ბენდი ყავდა ჩამოყვანილი, რომელიც დაახლოებით 9 მილიონი დაჭდა. 9 მილიონი შეიძლება ძალიან იდეალური ფესტივალის გაკეთება არის სამდგენს ერთკვირიანის, როცა ამ ხოლ ხარჯს წევ, არ უნდა იყოს თავად დატვირთვა იმაზე, რომ მე ჩამოვიყვანო ისეთი არტისტი, რომ აი სადღაც ყატარში რომ ბავშვი დარბის შიმშილისგან რომ ეკნები ეთყვა და კალაშნიკოვი რო ჭრავს ხელში იმანაც კი რო იცის იმ ბენდის სახელი, აი ეგეთი ბენდი უნდა ჩამოვიყვანო, ანუ ამაზე აპელირება არ არის, რა თავარი არ ჩამოვიყვანო ისეთი ბენდი, ვინც კარგი მუსიკას აკეთებს. მით უმეტეს რამდენადაც ვიცი, კი გონიშვილის გულდაწყვეტელია, დიდი აჟიოტაჟი არ მოყოლია ბენდის ჩამოსვლას. არა, იმიტომ რომ ანუ მე არ გაამართლა შეიძლება ასე თქვა. ხო, მე არ ვიცი რამდენად მაქვს ხმა იმაზე რომ დიპ-ჰოპს კონცერტზე ვილაპარაკო, იმიტომ რომ ძალიან ცოტა ტრეკი მაქვს მათი მოსმენი და არ ვიცნობ მათ დისკოგრაფიას კარგად. ნუ ჩემს ძალიან მოსწყენი იყო მათი სეტი და ნუ გიორგიც რომელიც საქართველოში ნომერ პირველი ფანი არის ბენდის, დიდად არ იყო მაყოფილი და ის უიხსენებდა იმას, რომ თურქეთში ბევრად უფრო კარგად ჩაატარა. რას აბრალებს თვითონ ბენდს თუ პუბლიკას თუ რა ვიცი რას? მე ვთვლი რომ პუბლიკა ძალიან მეუხარისხოვანი, როცა შენ თვითონ ხარ მსმენელი. ან მე თუ მაინტერესებს არტისტი, ყველა რომ იწვეს და ეძინოს, მე მაინც დავდგები სცენას და მოვუსმენებ ეს და თვითონ ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ დაფინანსება იყო ძირითადი პრობლემა, როგორც ჩანს ბიუჯეტი მოაკლდათ ყოსტოში მე ასე გავიგე დააკლდათ წელს და დაფინანსება რომ მეტი ყოფილიყო, მაშინ სხვანაირად იქნებოდა ორგანიზება. ხო, კარგი, ესეთ კომფორტული ზონა არის თავის გასამართლებლად, აი არ ვიცი ხო როგორ თქვა მიმართ რეალურად ესე იყო თუ არა. ვინ აფინანსებდეს ასეთ ფესტივალებს, მართლა საინტერესოა. რა, ნუ გომი, კარგი იქნებოდა კულტურის სამინისტრო კულტურის სამინისტრო, მაგრამ ნუ ხო ვინაიდან ეს არის. უნდა იყოს, არ ვიცი, უნდა იყვნენ ადამიანები. მერია ხო, თუნდაც მერია, ან თუნდაც კერძო პირები, ბიზნესმენები, არ ვიცი, ვინც დაინტერესებული ამით, რომ მუსიკალური ცხოვრება გაძლიერდეს საქართველოში. თუნდაც ანუ ეს ფესტივალები არ მხოლოდ ისაა, რომ ხალხი მივიდა მოусმენს, ამითი ბევრად უფრო იზრდება ქართველი შემსრულებლების ხარისხიც, ამ ლაივებზე უფრო იხვეწებიან და მით უმეტეს ისეთი ადამიანები როცა გამოდიან მათ შემდეგ, ისინი უსმენენ ამათ. ხო, ისინი უსმენენ ამათ. ხო, ეს მნიშვნელოვანი. ანუ ეს ეხმარება როგორც ქართულ მუსიკალურ სცენას, ისე ეხმარება იმას, რომ ბევრი ხალხი მივიდეს ამ კონცერტზე და ასევე ეხმარება იმას, რომ ვიღაც ტურისტმა გაიგოს სიტყვაზე რა. მე ვარ სადღაც სომხეთში მაგალითად და მიყვარს ჩაინოუმენი და თბილისში არის ჩაინოუმენი, ჩამოვს მოусმენ ჩაინოუმენს. ხო და
ამას მე ვთვლი რომ იმით გამართლება ფული არ ქონდა, იმიტომ რომ ჩანის ნაჩნე სნაიპერი ერთ-ერთი ბენდი იყო, ვის სრულიად უსასყიდლოდ ჩამოვიდა ამ რომელსაც შენ ძალიან აქ არ მომისმენია. ხო და ყველაზე კარგად, ყველაზე მონდომებლად ავსვით, რომ საათზე მეტი ხანი უკრავდნენ 17 ტრეკი იმღერეს, რაც არც ერთს არ მომღერია და ეს ყველაფერი გააკეთეს იმის გათვალისწინებით, რომ მათ სრულიად თავად გაწიეს ხარჯები თბილისში ჩამოსვლაზე და აქ თუნდაც საცხოვრებელ სასტუმროს თვითონ გადაიხადეს კი. და ამაში ამისთვის არაფერი არ გავაკეთებია თბილისი ოფენი არის ორგანიზატორებს. ხო და რაც გააკეთეს, ანუ ვისაც გადაუხადეს თუ ჩამოიყვანეს კიდევ ცუდი ის იყო, რომ შაბათს წვიმის გამო ჩაშლილი ფესტივალის ვერ გამოსული არტისტები გადავიდნენ კვირას და შესაბამისად მოიხდა ქართველი არტისტების დისკრიმინაცია, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მათ მოუწიათ უფრო ნაკლები დრო ემღერათ, ვიდრე იყო მანამდე გათვალისწინებული. მაგალითად, კუნფუ ჯანკი მიმღერა 7 ტრეკი, მაშინ როცა უნდა მღერათ დაახლოებით 12. და ეს შეუმცირდათ მათ თავით გამოსვლის დრო. იქნებ საერთოდ ერთი წუთი დაგვრჩა, იქნებ საერთოდ დროებით უარი თქვათ ღია სივრცეში ფესტივალის ჩატარებაზე და დახურულ სივრცეში ფესტივალი აღარ არის. ნუ საქართველოში ტარდებოდა ოდესღაც როკ ფესტივალი მომახსოვს ფილარმონიაში. შვენიერი იყო. ფილარმონიაში მაშინ ეს იყო. ხო, ის რა არის, რომ ანუ როცა მოკავს ეს ბენდები რომლებიც დიდად არ ახურებენ სცენას, რომლებიც ექსტაზი ხო, ანუ რომელსაც ექსტაზი არ მოაქვს, ბევრად ჯობია რომ ესეთი გარეთ იყოს. კი, არა, დახურულ სივრცეში იყოს და იმიტომ რომ ის ხალხიც ამ რაღაც აკუსტიკურ გარემოში უფრო მარტივად და კარგად აღიქვამს და უკეთ ისმის. კი. და ანუ ის აღარ იქნება რომ რაღაც მე სადაც გაფანტული ვარ იქით ლუწყიდულობ, დავჯდები და მოусმენ იმის წყნარ და რაღაც ატმოსფერულ მუსიკას და არა, ნუ ლუდი შეიძლება იყიდო იქ დარბაზში ყოფილა ასეთი შემთხვევა. კი, მაგრამ ანუ იმ ლაინაპით რომელთაც წელს იყო გამართული ფესტივალი, ბევრად ჯობდა რომ ეს ყოფილიყო ჩატარებული თუნდაც ფილარმონიაში და არა ღია ცისკოში. კი ბატონო. კეთილი, უნდა დავასრულოთ საუბარი. ბაჩო ოდიშარია იყო ჩვენი განაცემის სტუმარი. ძალიან დიდი მადლობა. ბევრი რამე გავიგე ფესტივალზე, ოფენ ეარზე, რომელიც გასულ კვირას წინა კვირას დასრულდა თბილისში. ამით ჩვენი გადაცემა სრულდება. ეს იყო თავისუფლების 1 საათი, რადიო თავისუფლების ყოველდღიური გადაცემა. ლევან გვარამაძე იყო ხმის ოპერატორი, მე ვარ გოგი გვახარია და გემშვიდობებით ხვალამდე, კარგად სანდროთ.